გამარჯობა. მე ვარ ლაშა და ეს ჩემი YouTube არხია, სადაც ვანთავსებ კონტენტს მეფუტკრეობის შესახებ, თუ როგორ ვული მე ჩემ ფუტკარს და თუ როგორ ვიცები მე ჩემ საფუტკრეში და ვფიქრობ, რომ ეს ვიდეოები ძალიან ბევრ მეფუტკრეს და განსაკუთრებით დამწყებ მეფუტკრეებს გამოადგებათ. ეხლა ვიმყოფები ჩემ საფუტკრეში, მოკლედ უფრო სწორად მის ერთ-ერთ ნაწილში და თქვენც ხედავთ ამას კადრში. მეფუტკრეობით დავინტერესდი რამოდენიმე წლის წინ. დავიწყე ამ დარგის შესწავლა, რაშიც ძალიან დიდი დახმარება გამიწია ბატონმა გიორგი ლომსაძემ, რომელიც ამ დარგის ერთ-ერთი პროფესიონალია და ძალიან მაღალ დონეზე იცის მეფუტკრეობა. შემდეგ მოვიყვანე ორი ოჯახი ფუტკარი და მასე დაკვირვებით, მათთან მუშაობით კიდევ და კიდევ უფრო მეტი და მეტი რამ შევისწავლე ფუტკრის შესახებ, თუ როგორ უნდა მოუვაროთ ზამთარში, თუ როგორ უნდა მოუვაროთ გაზაფხულზე, როგორ ავიღოთ თაფლი და ასე შემდეგ. ფუტკარზე ზრუნვა იწყება ზამთრიდან. ეს ყველა მეფუტკრემ იცის. თუ ჩვენ ფუტკარს ზამთარში კარგად ვუმკურნალებთ და კარგად მოვუვლით, გაზაფხულს შეხვდება ჩვენი ფუტკარი ჯანსაღად და ჯანმრთელი და უფრო გაუადვილდება და გაგვიადვილდება ჩვენს სხვადასხვა პროდუქტის მიღება და მათი გამრავლება და განვითარება. მეფუტკრეობა ზოგადად რთულ სფეროთ მიაჩნია ძალიან ბევრს. მართალია რაღაც ნაწილში, რადგან მეფუტკრეობა მარტივი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუ შენ მას სწორად მიუდგები და ბევრს რომ აჩადებ, გაგიოლდება მისი მოვლა და პატრონობა. ეხლა კი მინდა გესაუბროთ პრეპარატ თიმოლის შესახებ. რადგან გარკვეული ინფორმაცია მომაწოდა ბატონმა გიამ და წინა ვიდეოში ვერ მოახერხე რომ მომეწოდებინა თქვენთვის და ეხლა შევეცდები განგიმარტოთ მისი გამოყენების და მისი დადებითი თვისებების შესახებ. კანდი ძირითადად აღიქმება როგორც საკვებ დანამატად, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან კანდი არ არის საკვები დანამატი. კანდი არის სამკურნალო დანამატი, რომელიც ამ პერიოდში ძალიან ჭირდება ფუტკარს. რადგან ზამთარი იწურება და დღემაც დაიწყო უკვე მატება, უფრო ხანგრძლივი გახდა დღე, რაც იწვევს ჩვენი ფუტკრების გააქტიურებას და შესაძლებელია კვერცხიც კი ჰქონდეს ჩვენს ფუტკარს ჩარჩოზე და კვერცხის გაჩენა სკაში იწვევს ავტომატურად ტკიპების გამრავლებას. ამიტომ თუ ამ პერიოდში ჩვენ კარგად და სწორად ვუმკურნალებთ ჩვენს ფუტკარს, გაზაფხულს ჩვენი ფუტკარი შეხვდება შვიდად და სუფთად. განსაკუთრებით ამ მკურნალობაში გვეხმარება პრეპარატი თიმოლი, რომელიც არის ძალიან ძლიერი პრეპარატი ამ პერიოდისათვის, ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან კარგი პრეპარატია ჩვენი ფუტკრისთვის. თუ ჩვენ ფუტკარს ამ პერიოდში კარგად მოუვლით, გაზაფხულზე ჩვენი ფუტკარი შეხვდება გასუფთავებული და უფრო ჯანსაღი და ჯანმრთელი. რადგან შესაძლებელია ამ პერიოდში სხვა პრეპარატის მიწოდებამ გამოიწვევს გუნდის დაშლა, რაც ჯერ კიდევ დაბალი ტემპერატურა და ამ დროს შესაძლებელია გამოიწვევს ბუდის გაცივება და ძალიან ბევრი და რთული პრობლემები შექმნას ჩვენ სკაში და ეს პრობლემები შესაძლებელია გამოგჩეს კიდეც. რადგან ჩავთვლით რომ ვუმკურნალობთ და აღარაფერი სხვა არ ჭირდება ჩვენ ფუტკარს. ამიტომ გამოიყენეთ ყოველთვის პრეპარატი თიმოლი კანდთან ერთად და მიიღებთ ძალიან კარგ შედეგს, რადგან მე ამ პრეპარატს უკვე მეორე ჯერ ვიყენებ. ჩვენთან მეფუტკრეობის მაღაზიაში 1-2 წლის წინ შემოიტანეს თიმოლიანი კანდი, მას შემდეგ აღარ შემოაქვს, ამიტომ გადავწყვიტე წელს რომ მე თვითონ დაემზადებინა კანდი თიმოლთან ერთად. ეხლა კი ნახოთ თუ როგორ მიიღო ჩემს მიერ დამზადებული კანდი ჩემმა ფუტკარმა. დავათვალიეროთ რამოდენიმე სკა. აი, ჩვენი ფუტკარი ნახევარი თითქმის აუღია უკვე. სწორად დადებული კანდი ძალიან კარგია ჩვენი ფუტკრისთვის. შემდეგ სკაში ვნახოთ. აი, მათ უკვე ძალიანად აუღიათ და ეხლა მე ამ პარკს გამოვაცხდი. კიდევ ერთი სკა შევამოწმოთ. აი, აქაც ჩვენს ფუტკარს აუღია კანდი ბოლომდე. ცოტა დარჩენილი კიდევ
სულ ეს იყო, მეგობრებო, რაც მინდოდა მეთქვა დღეს თქვენთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ვფიქრობ, რომ გამოგადგებათ. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი კომენტარები, თუ როგორ იქცევით ამ პერიოდში, როგორ მკურნალობთ თქვენს ფუტკარს და როგორი სახით აწვით კანს. დროებით და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, აუცილებლად კიდევ უფრო საინტერესო თემით.